სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმინდისად ქრისტე აღსდგა. ადამიანებს ბევრი რამე განგოსხოვებს სხვა ქმნილებებისგან და ერთ-ერთი ეს არის სიცოცხლის სწორი განცდა და არსებობის ყოფიერების სწორი აღქმა. ადამიანური სიცოცხლე, რომელიც თავის თავში პოტენციურად მარადისობას ატარებს, ღვთისმშობლობას ატარებს, რა თქმა უნდა არის ძალიან ძვირფასი და სწორედ ამიტომაც არის ადამიანი. და როცა ადამიანმა ეს არ იცის, აი სიცოცხლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ეძებს იქ, სადაც ის არ არის. და ამიტომაც ადამიანების სამწუხაროდ უდიდესი უმრავლესობა ბორგავს ამ სამყაროში, მიმომწვრილველეობს, სიმშვიდეს ვერსად ვერ ნახულობს და ბოლოს შფოთით, შიშით, გაურკვევლობით, ხშირად ბოღმით, გამწარებით, სიბრაზით გარდაიცვლება. ეს არის ყველა უღმერთო ადამიანის ხვედრი, უკლებლი. სიცოცხლე არის სწორად გასააზრებელი თუ რა არის ადამიანური სიცოცხლე და ფაქტობრივად ის არის ჩვენი ცხოვრების საზრისი. შემთხვევით არ ამბობს დოსტოევსკი, რომ თუ მიხვდა ადამიანი, რომ სიცოცხლე არის მთავარი და შეიყვარა სიცოცხლე, მას თავის საქმის ნახევარი გაკეთებული აქვს. დიახ, ჩვენ უნდა გვიყვარდეს სიცოცხლე და გაცნობიერებული კონდეს ეს რა არის და არა ინსტინქტურად მივისწრაფოდეთ მისკენ, არამედ კიდევ ერთხელ მიმეორებ გაცნობიერებულად, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანები ვარ და ჩვენ ვიცით. უფალმა გვითხრა ჩვენ. მეგობარი გვიწოდა ამის გამო. რატომ მოვიდა უფალი? იმიტომ მოვიდა, რომ მას ცოდნა მოეცა ჩვენთვის, ცოდნის შესაბამისი ცხოვრების წესი და ცოდნისა და ცოდნის და შესაბამისი ცხოვრების წესის აღმასრულებელი მადლი, ანუ საიდუმლოება, რისთვისაც მან ეკლესია დაარსა. ანუ ყველაფერი მოგვცა. ჩვენ არა მარტო თეორიულად ვიცით, არა მარტო მიბაძვის ობიექტი გვყავს, თავად უფალი, როგორ ვიცხოვროთ, არამედ ძალაც გვეძლება ღმერთისგან, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ და წინა გემოსხილვა გვაქვს ნამდვილი სიცოცხლისა და წესწინას გემოსხილვა, ანუ შეგრძნებითად თუ არა აქვს ადამიანს ჯერ კიდევ ხორცში მყოფს, ის მას არც მარადისობაში ექნება, იმიტომ რომ ადამიანი მარადისობაში კი არ გადადის, კაცმარო თქვას. ადამიანი მარადისობაში უკვე იბადება. აი რომ დავიბადეთ, რომ ჩავისახეთ დედის წიაღში და რომ დავიბადეთ, ჩვენ უკვე მარადისობაში ვართ. იმიტომ რომ არასოდეს აღარ დასრულდება. ამიტომ ის რაშიც ვართ, ის უნდა განვიცადოთ და თუ ჩვენ ვერ განვიცდით მას, ესე იგი ჩვენ ადამიანურად არ ცხოვრობთ. მაგრამ მარადისობა ცალკე, როგორც ხშირად გვითხოვს, და ცალკე ღმერთი არ არსებობს, ამიტომ ჩვენ უნდა გქონდეს განცდა ცოცხალი ღმერთისა საკუთარ თავში, ცოცხალი რწმენა, მტკიცე რწმენა, შეუორგულებელი რწმენა, ერთგული რწმენა, ღვთისადმი სიყვარულით აღსავსე რწმენა, მოწამეობრივი ღვაწლით დადასტურებული რწმენა, შესაბამისი სერიოზული ცხოვრება, პასუხისგებლობითი ცხოვრება და შესაბამისი სიმშვიდეც, იმედიც და შესაბამისი სიხარულიც და შესაბამისი მხიარულებაც. როგორ შეიძლება ადამიანი არ იყოს მხიარული, როდესაც ის საკუთარ თავში მარადისობას არა უბრალოდ ატარებს, არამედ განიცდის, რომელი მარადისობაც ცოცხალი ღმერთია. შეიძლება ბევრ რამეს ვერ ხვდებოდეთ მენტალურად, აქ რას ვაკეთებთ. როგორც დღეს ახლა მაგალითად ვეზიარებით და ბოლომდე ბოლომდე კი არა, ხო, ვერ ვაცნობიერებთ რასთან აქვს საქმე. მაგრამ ჩვენ ამას დაუსრულებლივ ვაკეთებთ. არ მოგვბეზრებია, არც მოვიბეზრებთ. ჩვენ ეს გვიყვარს. ჩვენი ცხოვრების ქვაკუთხედია, დრიტაა ჩვენი ცხოვრებისა. მასზე ვართ კონცენტრირებული. იდეაში მასზე ვაგებთ ყველაფერს. ზიარებას გულისხმობ. ჩვენი შინაგანი ინტუიცია ამ შემთხვევაში დიახაც სწორად მუშაობს. ის გვეუბნება, რომ ეს სიცოცხლეა. არ მესმის, ვერ ვაცნობიერებ, კარგად ვერ გძნობ, მაგრამ ინტუიცია სწორად მუშაობს. ეს სიცოცხლეა, რომლის გარეშე ჩემს ყოფიერებას აზრი არ აქვს. და როდესაც ღმერთი ადამიანად მოვიდა, ეს ყველაფერი, რაზე ჩვენ ვსაუბრობთ, ძალიან ხელშესახები გახადა. გონება მიუწვდომლად ხელშესახები. გონება მიუწვდომლად სასიხარულო. დაუჯერებლად რეალისტური და ხელმისაწვდომი. რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველწლიურად და რაც დღესაც იონეს სახარებაში რაღაც ფრაგმენტულად ნაწილობრივ აღმოვიკითხეთ.
რომელიც ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანად ადგრომილ არის და მე მისთანა. ეს სიტყვები, როცა მან წარმოსთქვა, ეს იყო შოკის მომგვრელი მაშინდელი მსმენელებისათვის, იმიტომ რომ ისინი ცხოველის სისხლსაც კი არ ჭამდნენ და ამ დროს მათი მოძღვარი ხილული ადამიანი ეუბნება, რომ ცოტა უფრო ვულგარულად თუ ვიტყვით ღმერთმა შემიდოს, მე უნდა შემჭამოთ და მე თუ შემჭამთ, მე თქვენთან ვარ და თქვენ ჩემთან. როგორი მოსასმენია ეს? როგორი მოსასმენია ეს ადამიანისათვის, რომელიც თავის ყოფიერებაში უპირატესობას ლოგიკურ აზროვნებას ანიჭებს. ჯულს განსაზღვრულს, ანუ ცხოვრების წესს განსაზღვრულს კულტურით, გამოცდილებით, ტრადიციით და რელიგიით. როგორი მოსასმენი იყო ახლა ეს? რა თქმა უნდა, ეს სიტყვები შოკის მომგვრელი იყო, მაგრამ დღეს ჩვენთვის ეს შოკის მომგვრელი არ არის, მაგრამ იმდენად უცნაურია ეს სიტყვები და იმდენად ჩვენი დაცემული ბუნებისათვის მიუღებელია, რომ არსებობს ადამიანთა უცნაური კატეგორია საქართველოში, მონათლულები, გარეგნულად ყოველ შემთხვევაში პატივის მცემელნი ეკლესიისა, ქრისტიანობისა, სადღეძელოშიც გამოხატული და შესაძლებისაგვარად ყველგან მოკლედ, სადაც შესაძლებელია. ხანდახან წირვაზე დამსწრებნიც ამ სიტყვების მსმენელი ყოველი წირვაზე მიიღე და ჭამეთ, ესეა ხორცი ჩემი და ასე შემდეგ. და არ მაზიარებელნი. ლოგიკით თავი მოგწონს, ხო? იმდენად ალოგიკურია, რომ მე ხშირად მიკითხავს მრავალი წელი მოსიარული ადამიანს ეკლესიაში, რომელიც არასდროს ზიარებულა, მიკითხავს. მაგრამ რო უყურებდი, რომ ხალხი ეზიარებოდა, რას ფიქრობდი? ისე მაინტერესებს, რას ფიქრობს ამ დროს ადამიანი. და ახლა უცებ ჩემი თავი მახსენდება, როცა მე ძიების პროცესში ვიყავი, როცა მეც ესე დავბორიალობდი სხვადასხვა ტაძრებში, არ ვიცოდი რას ვეძებდი, ინტუიცია რაღაცას მუშაობდა. ქრისტე რო ღმერთი იყო ეს ვიცოდი, ოღონ უკვე, მაგრამ მე უკვე და რო უყურებდი მსახურებას, ხელაპყრობილ მღვდელს, აი წარმოიდგინეთ, არაფერი არ მესმოდა და რა ხდებოდა, ანუ ესე იგი თითქოს აი რაღაც უცნაური რაღაცა ხდება, აი ადამიანი რო თვრალია რაღაცით, ნარკოტიკით, ბანგით, სასმელი თვრალი როა და თან სამყაროს აღიქვავს და თან ვერ აღიქვავს. არც ძინავს, მაგრამ არც ღვიძავს. მე მგონი ეს არის ამასოფლის სულით სიმთვრალე, რომელიც ჩვენ გვჭირს ასე დროს. ამასოფლის სული მემთვრალეობას იწევს და ადამიანი ადეკვატური აღარ არის, ვეღარ აღიქვავს რა ხდება ამ დროს. რა ჭირდება ამ დროს ადამიანს? გამოფხიზლება. მაგრამ ეს გამოფხიზლება ვერ ხდება და რატო? იმიტომ რომ წარმოიდგინე ადამიანი, რომელიც მუდმივად ყოველ დღე სვავს, ან მუდმივად წამალს იკეთებს, ასეთი მაგალითებიც ხო არის, მე მithქვია, რომ იცი გამოფხიზდი, რომ დაგელაპარაკო რა. აი ესე ხდება, ვერაფრით ვერ ფხიზდება და ამიტომ აზრი არ აქვს მასთან საუბარს, სუსტად იგივეა ამასოფლის სულის სიმთვრალის შემთხვევაში. არ ფხიზდება ადამიანი. ყოველ დღე თვრება ამასოფლის სული. გამოფხიზდება თქვა ცოტა ხნის მერე და გაიგებს რა ხდება, მაგრამ არ ფხიზლდება. იმიტომ რომ კლავ იღებს და იღებს ამასოფლის სულის დოზას, ახალს და ახალს. რა ჭირდება ამ დროს ადამიანს, როგორ ფიქრობთ? ცივი წყლის გადასხმა, შემოლაწუნება, ანუ განსაცდელი. და ესეც ხდება. ხდება რაღაც ისეთი რამ, რაც ადამიანს შოკში აგდებს და ეს შოკი აფხიზლებს ამასოფლის სულისგან და მერე იწყებს გაცნობიერებას, რა ხდება ეკლესიაში, მერე ესმის სიტყვები, მერე ხედავს, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება საკურთხეველში და ასე შემდეგ. უფალი როცა ამაზე საუბრობდა, რა თქმა უნდა ეს იყო მათთვის შოკი და ჩვენთვის კიდევ ვიმეორებ, ამასოფლის სულით მთვრალი ადამიანებისათვის არანაკლები შოკი, რაც შეეხება ქრისტიანებს, რომლებიც თითქოს გამოფხიზლებულნი ვართ, ბოლომდე პასუხისგებლობით ვერ ვეკიდებით ამ დიდებულებას, ცარიელები მივდივართ ხშირად ზიარების მერე, ამას თავისი ბევრი მიზეზი აქვს, უპირველეს ყოვლის ეს არის მოუმზადებელი გული. ზიარება ხდება გულით და გულს მომზადება ჭირდება. ჩვენი გული არ არის მოუკლებლად მლოცველი და სულით მდუღარე და მოუკლებლად მონანული. ამიტომაც ის მოუმზადებელია ღმერთის მისაღებად და ჩვენ ზიარების წინ ვცდილობთ, რომ გული მოვამზადოთ, თორე არ მიიღებს ის ღმერთს. არ მიიღებს ღმერთს. ანუ თუ ჩვენ გულში ამასოფლის სული ჭარბობს და ამასოფლის სულით სავსენი ვართ, გარეგანი წესის შესრულებით რომ მოვირბინო და პირი გავაღო, ჩვენი გული ღმერთს არ მიიღებს. და გამოდის რომ ჩვენ არ გვესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა, რომელიც ჭამდეს ჩემს ხორცს. ვერ ვაცნობიერებთ ეს რას ნიშნავს.
და ზედაპირულად უყურებთ. არ გვაქვს შიში, არ გვაქვს გძალვა, არ სახსახებთ, არ კანკალებთ, არ თით. ისეთ დიდებულებას უახლოვდები და ჩვენ ეს განცდა არ გვაქვს. მოვირბინეთ, პირი გავაღეთ, გადავსანსლეთ, გავიქეცით. გავიდა წლები, არაფერი არ ხდება. მიზეზი ეგ არის. გული არასოდეს არ იხსნებოდა ღმერთის მიმართ. ამიტომაც არის რომ მრავალი დადის, ეზიარება, ყოლა რჩება ურჩი, თავნება, ამპარტავანი, ამაყი, თვითრჯული, არაფერი არ შველის. ყოლავ სასიკვდილო ცოდვებში ვარდება და საბოლოო ჯამში ღვთის მოთმინების ფიალა როგორ თქვა ივსება მეთქი, მაგრამ ესეთი ადამიანები ნელ-ნელა გაედინებიან ეკლესიიდან. იმიტომ რომ კარგავენ თავს, რწმენას. ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან, ანუ ცოცხალმან მამამან, მეცა ცოცხალ ვარ მამისათან. აქ უფალი მიგვანიშნებს, რომ სიცოცხლე, რაზეც ჩვენ წეღან ვსაუბრობდით, ერთადერთი სიცოცხლე, სხვა სიცოცხლე არ არსებობს, ეს არის ღმერთი. და ცოცხალია მამა, ტრანსცენდენტული ყოფიერების, ტრანსცენდენტული საწყისი პიროვნული ღმერთი არის ცოცხალი, ერთადერთი, მხოლოდ ღმერთია ცოცხალი და თან გვეუბნება, მეცა ცოცხალი ვარ მამისათან. რატო? იმიტომ რომ მამას და ძეს ერთი ბუნება აქვს, ერთი არსება აქვს. ამიტომ დიახაც ქრისტიანი მე ვარ, სიცოცხლე სხვა ადგილას გვეტყვის, ქრისტე ხო გვახსოვს? ცოცხალია მამა, ცოცხალია ძე, ცოცხალია სულიწმიდა, ყოვლადწმიდა სამება ღმერთი არის ცოცხალი, სხვა სიცოცხლე არ არსებობს. და ამას ატომ ახსენებს რომ მეუნება მე რომ უნდა შემჭამო, მე ვარ ერთადერთი ცოცხალი მამისა და სულისა წმინდისა თანა. სხვა სიცოცხლე არ არსებობს. და შენ თუ გინდა იყო ცოცხალი, მე შენში უნდა შემოვიდე. შენ ჩემთანა, მე შენთანა დადგომილ უნდა ვიყო. და ამიტომაც მე აგრძელებს, რომელიც ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ, ჩემგან. ანუ ხორცი, რომელიც მე მივიღე და შენ ამ ხორცს შეჭამ საიდუმლოებრივად, მისტიკურად, რაც ხდება წირვაზე, რაც საიდუმლოსერობის გაგრძელება, ჩემგან ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ხორცი უკვე აღარ არის ჩვეულებრივი ხორცი, ქრისტე გვეუბნება, ის ჩემი ხორცია. ანუ როცა ჩვენ გველაპარაკება პიროვნება ძე ღმერთი გველაპარაკება და იგი ამბობს, რომ როცა შენ ჭამ ჩემს ხორცს, მე პიროვნულად შენთან მოვდივარ. ანუ ეს ჩემი ხორცია, ამიტომ ამბობს ჩემგან. ხორცი ტანსაცმელივით კი არა აქვს ქრისტეს, რომელიც მისი არსების ნაწილი არ არის და შეიძლება გადააგდოს. ის მარადიულად მიიღო, სრულად გამდიდრდა ღვთაებრიობით და სრულად დამკვიდრდა ღმერთი მთელი ღვთაებრიობით ადამიანურ ბუნებაში, რომელიც მისმა პიროვნებამ მიიღო. ხას უსვამთ კიდევ ერთხელ, ქრისტე არ არის განღმრთობილი ადამიანი. ქრისტე არის ღმერთი ადამიანად მოსული. აქ ძალიან განღრთობილი ადამიანი არის წმინდანი. ხოლო ქრისტე არის ღმერთი ადამიანად მოსული. ეს სხვადასხვა რაღაც. განღრთობილი ადამიანი ნიშნავს პიროვნება ადამიანს, რომელშიც დიდი რაოდენობით ღვთის მადლია. ხოლო იესო ქრისტე არ ნიშნავს პიროვნებით ადამიანს. იესო ქრისტე პიროვნულად არის ღმერთი, რომელმაც თავის პიროვნებაში ადამიანური ბუნება შეიყვანა. და ანუ რას ნიშნავს? პიროვნებაში ადამიანური ბუნება შეიყვანა, განუცალკევებელია. აი წმინდანი, რომელიც პიროვნებულად ადამიანია და მასში ღმერთი სრულად დამკვიდრდა, მისი და ღმერთის განცალკევება შესაძლებელია. თუ იტყვის პიროვნება აღარ მინდა წავა თავის გზაზე, იმიტომ რომ ეს სხვა პიროვნებაა და ღმერთი სხვა პიროვნებაა, გრიგორ ხანძთელის დონეზეც რო იყოს, თუ იტყვის რომ აღარ და შეჩერდება მასში ეს განვითარება, წავა თავის გზაზე. კალმახი 10 მეტრიან ჩანჩქერზე სულ ბოლომდე ავიდეს და 1 სანტიმეტრი დარჩეს იქ წყალში გადასასვლელად, ის 1 სანტიმეტრიც საკმარისია, თუ გაჩერდება, ჩამოვარდება ისე. და იესო ქრისტეში ესე არ არის, პიროვნებაში მიიღო ადამიანური ბუნება და პიროვნებისა და ბუნების განცალკევება შეუძლებელია. როგორც ახლა თქვენი პიროვნებისა და ბუნების განცალკევება შეუძლებელია, ასევე აქ ქრისტეში ადამიანური ბუნების განცალკევება უკვე ღმერთისგან, იმიტომ რომ ან პიროვნებაში მიიღო. ეს გასაგებია, ხო? ეს სხვა მდგომარეობა. ამიტომაც ჩვენ უწოდებთ მას ღმერთს, რაც ადამიანურათაც ღმერთს უწოდებთ და ღმერთი ჯვარზე მოკვდა. ღმერთი როგორ მოკვდეს, მაგრამ ის მოკვდა ხორცით, მაგრამ ის ვინც მოკვდა ღმერთია. ხორცით, მაგრამ ღმერთია. ვინც იშვა მარიამისაგან, ის ღმერთია. ხო, ღმერთი როგორ უნდა გააჩინოს ადამიანმა? ხო, ადამიანური ბუნება გააჩინა, მაგრამ ის ვინც არის სუბიექტი არის ღმერთი. ამიტომ მარიამს უწოდებთ ღმერთის დედას, ღვთისმშობელს. ამიტომაც ეს ამბობს, რომელიც მიიღებს ჩემგან, ის ცხონდება, ანუ იცოცხლებს ჩემს მიერ. მე ვარ სიცოცხლე, სხვა სიცოცხლე არ არის. შენ თუ მიიღებ ჩემგან, შენ ციცოცხლებ ჩემს მიერ. ანუ შენს მარადიულად ციცოცხლებ, შენს მარადიული გახდები. მრავალთა უკვე მოწაფეთა მისთაგან ესმა ესე და იტყოდეს, ფიცხელარ სიტყვა ესე, ვისხელე წიფების სმენად მისცა.
ჩვენ ასე არ ვამბობთ, რომ ფიცხელ არის სიტყვა და მიუღებელი და შეუძლებელი ამის მიღება, ჩვენ ასე არ ვამბობთ. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ასე უყურებენ შორიდან და არ ეზიარებიან, იმათ რომ იცოდნენ, რომ სიცოცხლე შემოდის მათში, რასაც აი ესე დაუოკებლად ეძებენ და ვერ პოულობენ და სიცოცხლე აქ არის. ისინი ხო ბაზიერებლები გახდებოდნენ. ან ჩვენ რომ ვაცნობიერებდეთ ბოლომდე რას ვაკეთებთ, როცა ვეზიარებთ, ჩვენ ხო მას ძალიან გაუფრთხილდებოდით. ჩვენში ხო იესოს სახელის მოხმობა ხო მოუკლებელი გახდებოდა. ფათაშორის რო ეზიარებით ეს მოუკლებლობა უნდა ჩაირთოს, აი ტახიკარდიასავით უნდა გქონდეს ღვთის სიტყვის სახელის მოხსენება, იესო ტახიკარდიასავით რო აი არც ერთი წამი კი არა, წამის რაღაცა მეათასედიც არ იყოს ღმერთის გარეშე, შენს გონებაში, შენს გულში, შენს ცნობიერებაში, აი ესე უნდა მიახლებოდეთ ბარძიმს. არ გამოდის, მაგრამ ეს უნდა შევინარჩუნოთ, ამას უნდა ვცდილობდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მაშინ აღარ იქნება ჩვენთვის ეს გაუგებარი ფიცხელი აღარ იქნება ეს სიტყვა. იცოდა იესო თავი თვისით რამე თუ ტვინბერ მოწაფენი მისნი ამისთვის. თუ ტვინავენ, ვერ იგებენ, რა ხდება? აქ რა ხდება ხოლმე? რა არის ასე ხშირი ზიარება, რა ამბავია ადამიანი იკითხავს. რა ამბავია ასე ხშირი ზიარება? წმინდანი ხო არ ახარ ზოგი იტყვის. აუცილებელია რომ ეხა ხშირად ეზიარო, ხანდახან. რა არის ეს თუ არა იგივე? რა არის? აბა რა არის სხვა? სიცოცხლე მინდა ყოველ წამიერი და ვიღაცა მეუნება რა არის ეს კაცო? რა როგორ შეიძლება ეს? ასე რომ ეს გაითვალისწინეთ რომ ეს სიტყვები ყველაფერი იმათ არ ეკუთვნით ებრაელებს, ის ჩვენ გვეკუთვნის. ხო და იცოდა უფალმა რომ ტვინავენ მოწაფენი და თქვა მათ, ესე დაგაბკოლებს თქვენ? და მე ესეთ რამეს ეუბნება, უკეთო იხილოთ ზეკაცისა აღმავალი, სადაცა იყო პირველ. ზეკაცისა აღმავალი, სადაცა იყო პირველ, ანუ ადამიანური ბუნება მარადისობაში მარჯვენით მამის. რამდენი ჩვენგანი იაზრებს ამას ბოლომდე რა ხდება, როცა ვეზიარებით, ვის ვეზიარებით და ის ვინ არის და სად არის მისი ადამიანური ბუნება, სად იმყოფება და თან იმპერატიულად რას განაცხადებს, მნებას, სადაც მე ვარ თქვენც იქ იყოთ და აპოკალიფსში როგორ ამბობს, ბერჯოლ მithქვია, მე მინდა ჩემს მარჯვნივ დაჯდე, მოგმართავს თითოეულ ჩვენგანს. როგორც მე დავჯექი მამის მარჯვნივ. ვიაზრებთ ეს რა ხდება? ვაცნობიერებთ. და ამიტომ ამბობს, ის დაგაბკოლებს რომ ჩემსას თუ მიიღებთ თქვენ იცოცხლებთ. აბა მაშინ ის არ დაგაბკოლებთ, ესე იგი სად გეპატიჟებით და სადა ვარ ასული? ანუ ადამიანი სად არის ასული? არ გაგიგიათ ურწმუნოებისაგან, ან კიდე ღრმად მოფილოსოფოსო, ვითომ რელიგიური ადამიანებისაგან არა ღმერთი როგორ არ ამწობს, ეხლა ის კი არ ამწობს სადღაც ვიღაცა კაცი სადღაც ზის და რაღაცებს რო ამბობენ ხოლმე, არ გაგიგიათ? გესმით, ეს არის აი დაცემის ობიექტია, ესეთი მაღალ ფარდოვნად და ესე ფილოსოფიურად მოაზროვნე რელიგიური ფარისევლებისაგან. გესმით, როცა ეს საიდუმლოება, მისტიკა, გონება მიუწვდომელი, ღმერთი და ადამიანის ერთად ყოფნა არ უნდა გიხაროდეს, მაგრამ იმდენად არიან შეპყრობილები და ასე დროს ადამიანები, რომ თუ რამე ღირებულია, ხო, რაც ჩვენს გადასარჩენად ღმერთმა მოქმედა და ყველაფერს დასცინიან, ყველაფერს. ზოგი სიბილწით, ზოგი ამპარტავნებით, ზოგი ფარისევლობით და ასე შემდეგ. დაცვის შესაძლებლობები უამრავი არსებობს. რატო ვერ იგებს ადამიანს და უფალი გვეუბნება, სული განმაცხოვებელ არის ხოლო ხორცნი არაც სარგებელ არიან სიტყვათა რომელთა გეტყვით თქვენ, სულ არიან და ცხოვრება. აი აქ უფალი გვეუბნება, რომ შენ ადამიანო მარტო ლოგიკურად რო აზროვნებ და ესე იგი ფიზიოლოგიურად აღიქვავ სამყაროს, არა ხარ მარტო ხორცი, შენ ხორცის გარდა ხარ, შენში ატარებ სულს და არა მარტო სულსაც, არამედ მე მატარებ შენში, როგორც სიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ადამიანი ეს არის ხორცი, სული და ღმერთი. ჩვენში ღვთის სუნთქვა. ესმიდა, ანუ ჩვენი აზროვნება, ანუ ჩვენი შემეცნება, ჩვენი გონება, ცნობიერება არ არის ლოგიკური აზროვნება მხოლოდ. ჩვენ გონებას არა მარტო ის შეუძლია სიგრძე სიგანე გაიგოს და გაზომოს, არამედ ჩვენ გონებას ღმერთის აღქმაც შეუძლია. ჩვენ არა გვაქვს უბრალოდ ტვინის ფუნქციით აღჭურვილი გონება, ჩვენი გონება ტრანსცენდენტულ ყოფიერებას წოდება. ესმით, აი ეს არის. ამიტომაც როცა აქ ლაპარაკია, რომ სული განმაცხოვებელია, აქ ლაპარაკია ჩვენ სულზეც, ლაპარაკია საღვთო სულზეც, ანუ ჩვენი აზროვნების დიაპაზონი არათუ ხორცს უნდა გასცდეს. ჩვენი აზროვნების დიაპაზონი უსასრულობას წოდება. ეს არის ქრისტიანი, ეს არის ნამდვილი ადამიანი. თავისუფლება რო გვინდა, თავისუფლება გინდა და შემოსაზღვრული ხარ შენი ლოგიკური აპარატით. სასაცილოა ადამიანი ამის იქით არ იყურება,
და თავისუფალი გონია თავი. ან მიწიერი საზღვრებით, მაშინ როდესაც ჩვენი თავისუფლება უსასრულობას წვდება და როგორ იქნება შენ თავისუფალი, თუ შენი აზროვნება შეზღუდულია შენი არჩევანით. ის არ არის შეზღუდული, შენი არჩევანით შეზღუდულია და ამბობ. მარტო ესე, აქედან აქამდე, იმის იქით არაფერიც არ არის და არაფერიც არ არის. თვალი ერთი ავტორიტეტი ეს ტვინის ფუნქცია. ამიტომაც არის ეს გვეუბნება უფალო სული მაცოცხლებელია და მარტო ხორცით ნუ ცხოვრობ. ამისთვის გარქუ თქვენ ვერვის ხელეწიფების მოსვლად ჩემ და უკვე თუ არა არის მოცემული მისა მამისაგან ჩემისა და აქ ვეუბნება რომ შეუძლებელია შე როგორც ლიტონმა ადამიანმა გაიგო მე რას გეუბნები თუ ღმერთმა არ მოგცა. ღმერთმა არ მოგცა. ამიტომ ვისაც მოგეცათ, ესე იგი ღმერთმა მოგცათ, აქ რო ხართ. ვისაც მოგეცათ ღმერთმა მოგცათ და გაუფრთხილდით ამოცემულს, იმიტომ რომ ვისაც არ აქვს ეს აი ესეთი აზროვნება, რატო არ მისცა არ ვიცით, მაგრამ ერთი რამე 100%-იანი ვიცი. ვისაც აქვს მისცა, მაგრამ რომელიც შეიძლება დაეკარგოს ადამიანს, თუ მას არ გაუფრთხილდება. ამიტომ გაუფრთხილდით ის რაც ღმერთმა მოგცა. ამის გამო მრავალი მოწაფეთა მისთაგანი უკუნ იქცეს და არღარა ვიდოდეს მისთანა. ნახეთ, ვიღაცები კი არ წავიდნენ. მოწაფეები, მოწაფე რას ნიშნავს? ანუ ის დაინახეს არაჩვეული, შეიძლება ღმერთად ვერ იცრეს, მაგრამ არაჩვეულებრივ ადამიანად დაინახეს, მოეწონათ მისი ძალმოსილებაც, მისი სიკეთეც, მისი არაორდინალური აზროვნებაც და დაემოწაფნენ და გაყვნენ. მას ხო ბევრი მოწაფე ყავდა, იმ 12 მოციქულის გარდა და 70 მოციქულის გარდა ბევრი მოწაფე ყავდა. გაყვნენ, მაგრამ მოწაფეებმა უარი თქვეს მასთან ურთიერთობაზე. ანუ ეს მისტიკური კავშირი ქრისტესთან ზოგი ადამიანისათვის ზოგჯერ არის ძალიან დამამძიმებელი. მისტიკური კავშირი, რომელიც არის ძალიან ინტენსიური. რატომ ინტენსიური? ცეცხლოვანია. ცეცხლის ამოვედ მოფენად ქვეყანასა ზედა და მნებავს აწვე აღეგზნათ ეს ქვეყანა ადამიანის გულია. სული დუღარენი იყვენით, ხო? ეს მისტიკური კავშირი ღმერთთან იზულება საკუთარ თავზე, წარმატება დიდებითი დიდებად, ხო? აი მადლის წინ რო გვენიჭება, უკან აღარ ვიხებ და ხოლო წინ მივდივარ. ეს ყველაფერი წმინდა წერილიდან, წმინდა წერილში იმიტომ გვეცნობება, რომ ჩვენი მისტიკური კავშირი, ანუ საიდუმლო კავშირი ღმერთთან არის ცეცხლოვანი. ეს არ არის ესეთი მოდუნებული და რაღაცა ესეთი რბილი და ხო როცა მომინდება, მაქვს, როცა მომინდება, არა მაქვს. ცეცხლოვანია და აი ამას ვერ გუობენ ადამიანები. იმიტომ რომ მათ აღარ რჩებათ დრო თავისი ინდივიდუალისტური, ეგოისტური არსებობისათვის. რომ თავისი ხორციელი სიამოვნების ჭია გაახარონ. ამისთვის დრო აღარ რჩება ადამიანს, ესე იგი სუ ფორმაშია, სუ აი ოლიმპიური სპორტსმენი რო ოლიმპიადისთვის ემზადება და თქო 8 თვე რო აქვს დარჩენილი ოლიმპიადამდე, მას არ აქვს არც ერთი დღის ჩაგდების უფლება. არც ერთი დღის ყოველი დღე გრაფიკულად გაწერილი აქვს. და ჩვენი ოლიმპიადა არის როც გარდავიცვლებით. როდის გარდავიცვლებით არ ვიცით და არც ერთი დღის ჩაგდების უფლება არ გვაქვს. აი ეს არის ის, რაც ხელს უშლის ადამიანებს იყვნენ ქრისტიანები. მაგრამ სანაცვლოდ ასიღებენ. რა უნდა მისცეს კაცმა თავისი მარადიული სიცოცხლის სანაცვლოდ, როგორც უფალი კითხვა სვავს. და ქრისტიანი კიდე ის არის, ვისაც ეს ყოველი დღე ეს ხისტი გრაფიკულ ესე იგი პროგრამაში ყოფნა, ყოველი დღე რო ქრისტესია, ხო ცეცხლოვანი ძიება რომ მიდის ღმერთისა და ეს უხარია, ეს სიამოვნებს, ეს აბედნიერებს. არაფერი არ აბედნიერებს ადამიანს ისე, როგორც ყოველდღიური ღვაწლი ქრისტესათვის. ეს მისტიკური ცეცხლოვანი კავშირი ქრისტესთან. ასე არაფერი არ აბედნიერებს. თუ ესე არ არის, ადამიანი ქრისტიანი ვერ არის. ეს უნდა იყოს, რომ ადამიანი ქრისტიანი იყოს. ამიტომ ვინც ვერ იგებს, წავიდა ზოგი მოწაფე და აღარ დადიოდა და აქ არის უფლის სიტყვები. უფალი არ ნახეთ, ღმერთს რო უყვარვართ, ისე ვის უყვარვართ. ხო? თავისი მკვლელებისთვის ლოცულობს. მაგრამ აი აქ არის ძალიან საინტერესო რამ. ხო, აბსოლუტური სიყვარულით უყვარს ქრისტეს ყოველი ადამიანი. მათ შორის თავისი მკვლელებიც კი, ყველა ცოდვილი, ასე მზარმაცი, გულგრილი ყველა. მიუხედავად ამისა, ნახეთ რას ამბობს. რქვა იესო 12-მა, ნუ უკვე თქვენცა გნებავს წასulis. რომ წავიდნენ ნაწილი და მე მოციქულები ხო საყდროს ეუბნებო, წავიდენო უფალო ეს რაღაცა რო უთხარიო, ვერ გაიგესო, წავიდენო და თქვენც ხომ არ გინდათ წახვიდეთ. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად მისი ჩვენდამი გულმხურვალე აბსოლუტური სიყვარულისა, ეს ვერ გადაგარჩენს თუ შენ გინდა წასვლა, ის არ დაგიჭერს. ძალით არ მოგაბრუნებს, იმიტომ რომ ამით შენი თავისუფლება წაიშლება და თავისუფლება წაშლის აღარ გექნება უნარი ღმერთის შვილი იყო.
ამიტომ დიახას თუ ჩვენ საკეთებელს არ გავაკეთებთ, არავინ არ დაგვიჭერს და გვეტყვის უფალი და თუ გინდა წადი. ეს მისთვის ტკივილიანია, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. შენი ნებით უნდა გინდოდეს მასთან ყოფნა, შენი თავისუფლებით უნდა გინდოდეს მასთან ყოფნა. და აქ არის მერე პასუხი პეტრესი, რომელიც თითოეული ჩვენგანის პასუხი უნდა იყოს. პეტრეს ის როგორც ხვებიც ბოლომდე არ ესმის, ვერ იგებს რასთან აქვს საქმე და მაგრამ მიუხედავად ამის არსად არ მიდის, რატომ და ამბობს და მიუგო მას სიმონ პეტრე და რქვა უფალო, ვისა მივიდეთ, ანუ სად წავიდეთ, რამე თუ სიტყვანი ცხოვრებისა საუკუნოისანი გქონან შენ, ანუ მარტივად ვთქვათ, შენთან არის მარადიული სიცოცხლე. და ჩვენ გვწმენა და გვიცნობიეს, არა მარტო გვწმენა, არამედ გვიცნობიეს, ვიცით კიდევაც, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველის, ცოცხალი ღმერთის ძე. აი ეს არის. ამიტომ აი ეს ამგვარი პეტრესეული რწმენა აბსოლუტურად უანგარო და სრული მინდობითი რწმენა ქრისტესადმი არის ის, რაც ჩვენ მოგცემს შესაძლებლობას, რომ დავრჩეთ იქ, სადაც ვართ და არა მარტო დავრჩეთ, არამედ ფესვები გავიდგათ, განვითარდეთ და ეს გქონდეს ეს ცეცხლოვანი მისტიკური კავშირი ქრისტესთან მოუკლებლივ. ამინ. ქრისტე აღდგა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.